მოსახლეობის საყოველთაო აღწერა გურიიდან დაიწყო. აღწერის პირველ ეტაპზე შენობებისა და მათში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა დაზუსტდება. ნოემბრიდან კი აღწერის მეორე ეტაპი დასრულდება. 1 ივლისიდან საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველი ეტაპი დაიწყო. აღწერისთვის ქვეყნის მასშტაბით თავდაპირველად აჭარისა და გურიის რეგიონები შეირჩა. სოფელ შემოქმედელი კოტე თოდრაძე ერთ-ერთი იმ მათგანია, ვის ოჯახშიც რეგისტრატორი აღწერის მისიით გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა. მკითხვარი დიდი ინტერესით შეავსო და სამომავლო თანამშრომლობაზეც მზაობა გამოთქვა. სავალდებულო არის აღწერა, რომ გაიგოს ქართველმა ხალხმა ძირითადად რამდენი მაცხოვრებელი არის სრულყოფილად საქართველოში და წესრიად და ლამაზად უნდა ჩატარდეს ის გამოძახილი, რაც გველოდება ოქტომბერში. ამიტომ ალბათ სავალდებულოს არჩევნების აღწერის ნიუანსი, როცა უნდა იყოს, მაშინ შემოვაწონ მე სუფთას პედაგოგიკაცი ვარ. წინასწარ დატრენინგებული რეგისტრატორები კარდაკარდადიან და საცხოვრისისა და მასში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობას სპეციალურ ფორმებზე აფიქსირებენ. დავდივართ მოსახლეობაში, ჩვენი პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობიდან მზაობა აბსოლუტური, არანაირ წინააღმდეგობას არ ვაწყდებით, პირიქით მოსახლეობას მოსწონს ეს, რომ საბოლოოდ ყველაფერი იქნება ნათელი, ვთქვათ, ყველა სახლში ვინ ცხოვრობს, რამდენი სული ცხოვრობს, დაკეტილია, რა ვიცი, რაღაც კრიტერიუმებია, რომელსაც მოსახლეობა აბსოლუტურად ეთანხმება. საყოველთაო აღწერის პირველი ეტაპი მსუბუქი კითხვარით შემოიფარგლება. მოსახლეობის საფუძვლიანი გამოკითხვა კი ნოემბრის თვეში იგეგმება. გამოიკითხება, რომ სადაც უკვე გვეცოდინება მისი მოქალაქეობა, სარწმუნოება, განათლება, რელიგიური წამსი, დასაქმებულია თუ არაა დასაქმებული, თვით დასაქმებულია, ქორწინება, განქორწინება და მრავალი კითხვა იქნება და მაშინ ამასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, იმიტომ რომ ეს ცოტა ფინანსებთანაა დამოკიდებული და პარალელურად რამდენ მიწის ფართობს და რა რაოდენობის პირუტყვი გააჩნია მოსახლეობას. მოსახლეობის აღწერა საქართველოში ბოლოს 2002 წელს ჩატარდა. აღწერის მიხედვით ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 4.300.000-მდე განისაზღვრა, რაც 1999 წელთან შედარებით 1 მილიონით ნაკლებია.